ხო გაგიგიათ ეგ ცნობილი რჩევა. ყველაფერი დააზღვიე, ითამაშე უსაფრთხოდ, ეცადე ყველას ასიამოვნო. იცით რა? ეს ის საშუალო კლასის მანტრა, რომელიც მოდით პირდაპირ თქვათ. მთელი ცხოვრება მხოლოდ საშუალო დონეზე დაგტოვებთ. მილიარდერების რეალობა კი სრულიად აბსოლუტურად სხვაგვარია. ისინი აკეთებენ ძალიან კონცენტრირებულ ფსონებს, მოქმედებენ ელვისის წიწრაფით და საერთოდ არ ადარდებთ, თუ სხვებისთვის მიუღებლები ან რთული ადამიანები იქნებიან. მოგესალმებით ყველას. დღევანდელ მიმოხილვაში ჩვენ ზუსტად ამ მილიარდერის სტრატეგიას ვშლით ნაწილებად. და არა, აქ არ იქნება არანაირი მშრალი, მოსაწყენი თეორია. ჩვენ გამოიყენებთ მხოლოდ მონაცემებსა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მიდგომებს. გაჩვენებთ, როგორ შეიძლება სიმდიდრის ნულიდან შექმნა. მოკლედ, მზად ხართ პრაქტიკული და ქმედითი ნადიჯებისთვის, რომლებსაც სიტყვა-სიტყვით ახლავე შეგიძლიათ მიყვეთ? დავიწყეთ. ჩვენი დღევანდელი გეგმა კი ასე გამოიყურება. ჯერ დივერსიფიკაციის მახეს განვიხილავთ, მერე ულტრამდიდრების ფსიქოლოგიურ თვისებებს შევეხებით, შემდეგ 5 მაღალშემოსავლიან უნარზე გადავალთ და ბოლოს იმ $0 სამოქმედო გეგმას გაგიზიარებთ. მაშასე, მოდით პირდაპირ ჩავყვინთოთ პირველ ნაწილში. დივერსიფიკაციის მახე. რატომ არის უსაფრთხოდ თამაში სინამდვილეში უდიდესი შეცდომა? ალბათ 100 ჯერ მაინც გაქვთ გაგონილი. ნუ ჩადევ ყველა კვერცხს ერთ კალათაში. კი, ბატონო, მშვენიერი რჩევა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ერთადერთი მიზანი უბრალოდ იმის შენარჩუნებაა, რაც უკვე გაქვთ. მაგრამ თუ იმპერიის აშენება გინდათ, დივერსიფიკაცია თქვენ ზრდას უხეშად რომ თქვათ კლავს. უორენ ბაფეტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი, პირდაპირ ამბობს, დივერსიფიკაცია უმეცრებისგან დაცვა. მას აზრი არ აქვს თუ იცი, რას აკეთებ. და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები როდია. AKCD-ან Asset Management-ის კვლევამ დაადასტურა, რომ მენეჯერები, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა დიდი ფსონის საკუთარ საუკეთესო იდეებზე დაედოთ, კატასტროფულად ასწრებდნენ მათ, ვინც ინვესტიციებს აქეთ-იქით ფანტავდა. მოკლედ, უდიდესი სიმდიდრე ითხოვს, რომ ფსონი თქვენს რწმენაზე დადოთ და არა შიშზე. და ეს კონცეფცია ყველაზე მაგრად ილონ მასკის 2008 წლის კრიზისზე ჩანს. წარმოიდგინეთ, მას PayPal-ის გაყიდვიდან $180 მილიონი ჩაერიცხრა. შეეძლო წასულიყო ეყიდა კერძო კუნძული და მთელი ცხოვრება კოქტეილები ესვა, ხო? მაგრამ არა. მან თითქმის მთელი ეს ფული ფაქტობრივად მომაკოდავ კომპანიაში Tesla-სა და SpaceX-ში ჩაადო. როცა მხოლოდ 40 მილიონი გადარჩა და ორივე კომპანია თვალწინ ენგრეოდა, მან ყველაზე გიჟური გადაწყვეტილება მიიღო. ფული შუაზე გაყო და ბოლომდე გარისკა. ხირის ფულსაც კი მეგობრებისგან სესხულობდა. მაგრამ 2008 წლის შობის ღამეს მოხდა სასწაული. კომპანიები გადარჩნენ. მან ფსონზე დადო ყველაფერი და დღეს, თავადაც იცით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. როგორია ულტრამდიდრების ფსიქოლოგია, სისწრაფე, უკომპრომისობა და ის, რასაც ანტიფრაგილურობას ვეძახით. იცით რა არის მართლა საინტერესო? ერთმა გერმანულმა სოციოეკონომიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მილიარდერებს აქვთ შოკის მომგვრელად დაბანი დამყოლობა. ანუ მათ საერთოდ არ ეშინიათ დინების საწინააღმდეგო სურვის და სხვებთან დაპირისპირების. მაგრამ კიდევ უფრო მთავარი ის არის, რომ მათ აქვთ თვისება, რასაც ნასიმტალებემ ანტიფრაგილურობას უწოდებს. ანუ სტრესისგან კი არ ტყდებიან, პირიქით ძლიერდებიან. 2001 წელს წარმოიდგინეთ, ჯეფ ბეზოსის Amazon-მა თავისი ღირებულების 90% დაკარგა. 90%. დირექტორების უმეტესობა პანიკაში ჩავარდებოდა და კომპანიას დახურავდა. ბეზოსმა რა ქნა? აბსოლუტური სიმშვიდით ფოკუსირდა მათემატიკაზე. მან გააუმჯობესა ფულის კონვერსიის ციკლი და ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისის დროს Amazon-ი ნაღდი ფულის გენერატორად აქცია. აი, ეს არის ანტიფრაგილურობა. ახლა კი მესამე ნაწილზე გადავინაცვლოთ. 5 მაღალშემოსავლიანი უნარი. ანუ სიმდიდრის მექანიკა. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. ეს, მეგობრებო, არ არის რაღაც მოსაწყენი აკადემიური თეორიები, ეს არის კონკრეტული უნარები, რომელთა სწავლაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ყოველგვარი უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე. და დამიჯერეთ, ბაზარზე ამაზე უზარმაზარი მოთხოვნაა. პირველი უნარი, ხელოვნური ინტელექტის იგივე AI-ის ინტეგრაცია და ავტომატიზაცია. იცოდით, რომ ბიზნეს ლიდერების 94% წუწუნებს იმაზე, რომ მათ გუნდებში AI სპეციალისტების საშინელი დეფიციტია? ეს ხომ კოლოსალური ვაკუუმია, რომელიც ზუსტად თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ. თუ ისწავლით, როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პროცესების გასამარტივებლად, თქვენი ფასი ბაზარზე უბრალოდ კოსმოსში გაფრინდება.
ახლა დააკვირდით ამ მონაცემებს, რადგან აქ ძალიან საინტერესო რამ ხდება. ჩვენ ვაერთიანებთ მონაცემთა ანალიტიკას და ციფრულ მარკეტინგს. შეხედეთ ამ გამაოგნებელ ციფრებს. მონაცემთა ანალიტიკის, ანუ ჩვენი მეორე უნარის დახმარებით, Netflix-მა წელიწადში 1 მილიარდი დოლარი დაზოგა. როგორ? უბრალოდ მაყურებელს ზუსტად იმას თავაზობდა, რაც მათ რეალურად აინტერესებდათ. მესამე უნარმა, ელექტრონულმა მარკეტინგმა კი დაგვანახა, რომ ჩადებული ყოველი $1 საშუალოდ $36 მოგებას იძლევა. გესმით რამ ხელა უკუგება? ციფრების გაგება და ხალხის ყურადღების მიქცევა ფაქტობრივად პირდაპირ ფულის ბეჭდვა სუდრის. მეოთხე უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაცია და ამბის თხრობაა. იცით რა არის მთავარი? მიუხედავად ამდენი ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტისა, ჩვენ ადამიანები მაინც ემოციურად უკავშირდებით ნარატივს, კარგ ისტორიას. მომხმარებელთა 68% რამეს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ პროდუქტია იდეალური, არამედ იმიტომ, რომ ბრენდის ისტორია ხიბლავთ. ამხელა ციფრულ ხმაურში რომ გამოირჩიოდე და ადამიანებთან ნამდვილი ემოციური კავშირი დაამყარო, ეს არის ის უნარი, რომელიც ნებისმიერ გარიგებას ხურავს. სიტყვებს მართლაც უდიდესი ძალა აქვთ და მათი ოსტატურად გამოყენება ოქროზე ძვირი ფასობს. შეხედეთ ამ რიცხვს. $2.9 მილიონი. იცით ეს რა არის? ეს მონაცემთა გაჟონვის საშუალო ღირებულება ერთი კომპანიისთვის. კატასტროფაა, ხომ? სწორედ ამიტომ არის ჩვენი მეხუთე უნარი კიბერუსაფრთხოება ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კომპანიები დღეს სიტყვასიტყვით პანიკაში არიან და მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაგიხადონ, ოღონდაც მათი სისტემები და ციფრული მონაცემები დაიცვათ. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე ისეთი მოთხოვნაა, რომ კომპანიები ფაქტობრივად სანთლით ეძებენ კადრებს. მოდით ძალიან სწრაფად შევაჯამოთ ეს ხუთი უნარი. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, მონაცემთა ანალიტიკა, ციფრული მარკეტინგი, დამარწმუნებელი კომუნიკაცია და კიბერუსაფრთხოება. ხუთივე მათგანი არის აბსოლუტურად პრაქტიკული და რაც მთავარია, შეგიძლიათ ისწავლოთ ძვირად ღირებული დიპლომის გარეშე. ახლა კი მინდა დაფიქრდეთ და გულწრფელად უპასუხოთ საკუთარ თავს. ამ უნარებიდან რომელი უფრო გიზიდავთ ახლა, რომელში ხედავთ საკუთარ თავს? და აი მივედით მეოთხე დასკვნით ნაწილამდე, $0 სამოქმედო გეგმა. მოდით ვნახოთ, რატომ არის არაფრით დაწყება თქვენი ყველაზე დიდი უპირატესობა. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ფული არ გაქვს, შანსი არ გაქვს. სისულელეა. მილიონერების 80% ხომ თვითნაბადია, მათ ნულიდან დაიწყეს. და ამის საუკეთესო ყველაზე შთამაგონებელი მაგალითი ეს რიცხვია, 1009. პოლკოვნიკი სანდერსი 65 წლის იყო. 65-ის. აბსოლუტურად უფულო, პენსიის იმედად დარჩენილი, როცა გადაწყვიტა თავისი შემწვარი ქათმის რეცეპტი რესტორნებისთვის შეეთავაზებინა. იცით რამდენჯერ უთხრეს უარი? 1009 ჯერ. წარმოგიდგენიათ ეს? 1009 ადამიანმა ჩაუკეტა კარი. სანამ ერთმა მხოლოდ ერთმა არ უთხრა კი. და ასე დაიბადა ის, რასაც დღეს KFC-ის სახელით ვიცნობთ. აი რას ნიშნავს, როცა უბრალოდ არ ნებდები. შემდეგი და ძალიან მაგარი პრინციპი ასეთია. დააკოპირეთ მათი აღმასვლა და არა მათი დღევანდელი შედეგი. ნუ უყურებთ რას აკეთებს მაგალითად ილონ მასკი ან ბილ გეიტსი დღეს. შეისწავლეთ როგორ იშოვეს მათ თავიანთი პირველი $10,000. ესაა მთავარი. ერთ-ერთმა სტარტაპერმა, რომელიც თვეში სულ რაღაც $300 გამოიმუშავებდა და წვალობდა, შეისწავლა ბილ გეიტსის ადრეული წლები. მან აღმოაჩინა, რომ გეიტსის წარმატების საიდუმლო მაშინ დიდი კომპანიებისგან პარტნიორობის მიღება იყო. ადგა და ზუსტად იგივე სტრატეგია დააკოპირა. შედეგი? მისი პატარა მომაკვდავი სტარტაპი მალევე $165,000 წარმატებად იქცა. მივხვდით ხომ? ისწავლეთ მათი პირველი ნაბიჯებიდან. მაშასე, აი თქვენი შესრულების საბოლოო ბზა გეგმა. ნაბიჯი პირველი. მიიღეთ მტკიცე ურყევი გადაწყვეტილება და იპოვეთ პრობლემა, რომლის მოგვარებაც მართლა გადაცებთ. მეორე. დააკოპირეთ ოსტატების პირველი ნაბიჯები, როგორც ახლა ხან თქვით. მესამე, აუცილებლად ითხოვეთ დახმარება. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო კეთებას, ეს დამღუპველია. მეოთხე, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ სწრაფად. მეხუთე, დაიწყეთ თქვენი პერსონალური ბრენდის შენება ხალხისთვის რეალური ღირებულების მიწოდებით. და მეექვსე, ალბათ ყველაზე მთავარი, იყავით უკიდურესად თანმიმდევრული. არ დანებდეთ, მაშინაც კი, როცა შედეგს მეორე დღესვე ვერ ხედავთ. მოდით ერთი რამ შევთანხმდეთ. გადამწყვეტი მომენტი ისაა, რომ უნდა შეწყვიტოთ მზადების უკან დამალვა. ჯერ მზად არ ვარ, კიდევ ერთი კურსი უნდა გავიარო, დაივიწყეთ. პირველი ვერსია ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის სჯობს არარსებულ ვერსიას. მოქმედება წარმოქმნის ინფორმაციას. არ არის აუცილებელი, დასაწყისშივე ყველაფერი სრულყოფილი იყოს. გამოიტანეთ თქვენი იდეების სწრაფი, თუნდაც დაუხვეწავი ვერსიები დღესვე. დაელაპარაკეთ კლიენტებს, მიიღეთ უკუკავშირი და გზადაგზა გაუმჯობესეთ ყველაფერი.
უმოქმედობა მხოლოდ შიშის ნიღაბია, მეტი არაფერი. ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის დასასრულს კი მინდა დაგტოვოთ ერთი ძალიან ძლიერი დამაფიქრებელი კითხვით. ბევრი თქვენგანი ახლა ალბათ სის და ელოდება იმ ერთ იდეალურ დროს დასაწყებად, მაგრამ იცით რა, იდეალური დრო არ არსებობს. ზუსტად რომ ვთქვათ, იდეალური დრო გუშინ იყო. მეორე საუკეთესო დრო კი არის სწორედ ახლა. ამ წამს გეგმა თქვენს წინაშია, უნარები გამოკვეთილია, მიმართულება სრულიად ნათელია. ასე რომ, რის გაკეთებას აპირებთ ახლა? დროა აიღოთ კონტროლი თქვენს ფინანსურ მომავალზე.